მშვიდობისა თქვენ უყურებთ მთავარ სექვსზე, მე მიშა სესიაშვილია. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და საყვედურობს. როგორც პოლონური მხარის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე ორი ქვეყნის ხელისუფლებამ საგარეო უწყებების დონეზე იმსჯელა და უხერხულ შემთხვევასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწია. თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ცალმხრივად გადაწყვიტა გაუთვალისწინებელი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია და კადრები გაესაჯაროებინა, რასაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობის ცუდ პრაქტიკას უწოდებს. პოლონეთის საგარეოს განცხადებას ქართული ოცნების ლიდერები კი ისევ პროპაგანდით პასუხობენ და ამტკიცებენ, რომ საბოდიშო მათ არაფერი აქვთ. ნინო სამყურაშვილი პოლიტიკური შეფასებებით გვიერთდება. ნინო, გისმენთ. დიახ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს იმას, რომ სრულად ეთანხმება იმ განცხადებას, რომელიც გამოაქვეყნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რადგანაც არანაირი საჭიროება არ იყო იმისა, რომ ეს კადრები გავრცელებული იყო, რადგან ინციდენტი ამოწურული იყო და ამასთან ერთად გიული ალასანიამ ყველა შეახსენა ის, რომ ამ მედიკოსებს ევროკავშირის მისიას პოლონელ ექიმებს გაატანეს ის ნიმუშები, რომელიც მათ აღებული ჰქონდათ შესაბამისად ამ საკითხის ახლა კიდევ ერთხელ წამოწევა მედიკოსების და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თქმით, ერთადერთ რამეს ემსახურებოდა, რომ მომხდარიყო ევროკავშირის ამ ექიმთა მისიის დისკრედიტაცია. მე ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვა, რაც უთქვავს პოლონეთის სამინისტროს. იმიტომ რომ მე ჩემი შტაბ-ეჭდილებით ყველაფერი იყო ნებადართული, ეს რომ ნებადართული არ ყოფილიყო, ჩამოართმევდნენ იმ ადამიანს იმას, რაც გაქონდა, მე არ ვიცი რა გაქონდა, იმიტომ რომ მე დავინახე თეთრი სუფთა ქაღალდი და მეტი ვერაფერი ვერ დავინახე, მაგრამ ეს არ მოხდა ეს ჩამორთმევა როგორ ჩანდა. ფაქტიურად ამ ხალხმა თავისი მისია ერისთვისაც ჩამოვიდეს, შეასრულეს და ისე წავიდნენ, ისე დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში და რაზე ლაპარაკი, რისგან ქმნიან რაღაცა პრობლემებს, მე ვერ ვიგებ უბრალოდ. საქართველოს მთავრობა ყოველნაირად უშლიდა ხელს სხვადასხვა იაფასიანი მეთოდებით პოლონელი ექიმების შემოსვლას მიხეილ სააკაშვილთან. ისე რომ ეს ეგრეთ წოდებული ინციდენტი აი ამ დიდი მავნებლობის ნაწილია და მეტი არაფერი. მეორეს პოლონეთის მთავრობამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურეს ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ამ ექიმ სპეციალისტების შემოსვლას ევროკავშირის ეგიდით აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და პრაქტიკულად მათ მიერ დადებული დასკვნები იქნება ყველასათვის მისაღები იმ თვალსაზრისით, რომ მოსადეობელი არაფერი ექნება. ანუ ეს ეპიზოდი იყო აი რაღაცა დიდი მავნებლური სტრატეგიის ნაწილი, რომ რაღაცნაირად მოეხმენა დევალვაცია ამ ექიმების მისიის. ეს არის და ეს. საქართველოს ხელისუფლებამ თავი დაიცვა, როდესაც ეს კადრები გავრცელა, დღეს თავს იმართებდა ქართული ოცნება, მართველი პარტიის ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები და მათ შორის გია ვოლსკი ამბობს, რომ ასეთი განცხადება, რომელიც გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ იყოს სწორი და ბევრად უფრო რბილი განცხადება უნდა გააკეთებულიყო. როდესაც ასეთი დიდი სკანდალი გორდება, ასეთ არაორდინალურ ვითარებაში, რომელიც საქართველოს გარშემო მისმა არაკეთილ მსურველებმა შექმნეს, რასაკვირველია, ეს ძალიან მცირედია იმისი, რითიც საქართველომ თავი დაიცვა, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახადა, რომ არანაირი საფრთხე არ დაემუქროს ოფიციალურ ნიმუშს, რომელსაც ემუქრებოდა საფრთხე და ეს საფრთხე რასაკვირველია უნდა აიცილოს პოლონურმა მხარემ. უფრო რბილი დიპლომატიური განცხადება იყო მათგან მოსალოდნელი და საჭირო. ქართული მხარე იმუქრება იმას და მათ შორის ეს განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა გუშინ პირველ არხთან ინტერვიუში, რომ ამ საკითხს არ დატოვებენ ისე და პოლონელი ექიმის ეს ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვივამეთში, არ იქნება ესე უყურადღებოდ დატოვებული და მას აუცილებლად შეისწავლიან, დაიწყება თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გააკეთა საპასუხო განცხადება იმისა, რასაც რამდენიმე დღის განმავლობაში ამტკიცებს მმართველი პარტია, რომ ადგილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშების ფარულად გამოტანას ერთ-ერთი ექიმის მხრიდან. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საერთოდ არ იყო საჭიროება, რომ ეს კადრები გასაჯაროვებულიყო, თუმცა დღეს უკვე არც იუსტიციის სამინისტროს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადება უკვე სტრატეგიული პარტნიორების მიმართ აღარ გაუკეთებიათ. ნინო სამყურაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად კი უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაცია დაფუძნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხზე ასევე მსჯელობა ბრიუსელში უსაფრთხოების კონფერენციაზე გაიმართა. კიევში დაფუძნებული სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობის მიზანი სწორედ ტყვეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინის მოქალაქის გათავისუფლება და გადარჩენაა. ბრიუსელში კი სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მსჯელობდნენ კიდევ ერთხელ ითქვა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროპაში გადაყვანა. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს ქართული ოცნება დღეს ისევ რუსული პროპაგანდით პასუხობდა, ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი დღეს ქართული ოცნების და პუტინის პატიმარია. არ შეიძლება პოლიტიკურ ლიდერს, რომელსაც ამდენი აქვს გაკეთებული, კარგი, სუდის, რა მნიშვნელობა აქვს ფიგურას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და არის საქართველოსთვის, არ შეიძლება ასე ექცეოდნენ. საერთოდ არ შეიძლება ადამიანს ასე ექცეოდნენ, მით უმეტეს ამდენად რეზონანსის ხონს. ამიტომ არის მსოფლიო მოძრაობა. მსოფლიო მოძრაობა რო იწყება, მე რო ქართული ოცნება ვიყოთ, ცოტა ტვინს დავაყოლებდი, იმიტომ რომ მსოფლიო მოძრაობა ხომ არ ეხება მარტო ეს ხო ის ხალხია, ვინ ჩვენი ბედი უნდა გადაწყვიტოს, შევალთ ნატოში, ვერ შევალთ ნატოში, შევალთ ევროკავშირში, ვერ მოგცემენ სტატუსს, არ მოგცემენ სტატუსს, ის ხალხი გველაპარაკება. და ვიღაცები ამბობენ, თუ ამაშია, სადმე არ გვინდა მაგათი არც სტატუსი და კი, მაგრამ თქვენ მეგობრებო, არავინ არ გიკითხება რა გინდათ. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია რა გვინდა ახლა და კახიკალაც ხო ვერ გადაწყვეტს ახლა კონსტიტუციურ საკითხებს. სააკაშვილის პატიმრობაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია როგორც სიმბოლო, რომ სხვა ლიდერებსაც გაუგზავნოს სიგნალი, რომ აი ჩემი ასე თქვა საცეცები მოგწდება და დაგჯით. რუსულ პროპაგანდასაც თუ მოусმენთ, სულ ეს ხაზი არის გატარებული განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ჰააგის სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა პუტინის დაპატიმრების შემდეგ, იმიტომ ეს ასე გაგრძელდება სანამ თავისუფლების იდეა არ გაიმარჯვებს. ამიტომაც არის ეს სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანი და ამ სოლიდარობას ჩვენც გვგზნობთ ევროპაში დღეს. წავა თუ არა ნიკა გვარამია პოლიტიკაში და რა კონფიგურაციით. მთავარი არხის დამფუძნებელი ამბობს, რომ ის მზადაა ოლიგარქის ძალაუფლებისგან ჩამოშორებაში აქტიურად ჩაერთოს და მათ შორის დაეხმაროს ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ რეალური ცვლილებების სურვილი და გეგმა. გვარამია საკუთარ აქტივობებს სწორედ მათთან ერთად მოიაზრებს და ამბობს, რომ სხვის მიერ ნაკარნახევი წესებით თამაშს არ აპირებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში გვარამია მისი ბიოგრაფიისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ქართული ოცნება კი გვარამიას შესაძლო პოლიტიკურ აქტივობებს პოლარიზაციის გაღრმავებად აფასებს. ნიკა გვარამიას ხედავ იქ სადაც იქნება პროდასავლური ოპოზიციური და ხალხის ერთობის გამარჯვება. ცხადია ხედავ ყველგან სადაც იქნება გამარჯვება. პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა ძალიან ადრეა, ეს კონსტატაციები ჯერ არ დაწყებულა და არ დაიწყება კარგახანს მარტივ მიზეზით. ჩვენ არ ვიცით მოგცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვიცით გაგვარუსებენ თუ ბოლო-ბოლო ასე ვთქვათ გამოუძვრებით ამ რუსული რეჟიმიდან. ამიტომ ჯერ თანამდებობებზე საუბარი არის სრული სიგიჟე. ნიკა გვარამიას როლი პოლიტიკაში მგონია რომ იქნება მნიშვნელოვანი. ნიკა იმყოფება როგორც ვიცით ამ ეტაპის კონსულტაციების რეჟიმში და რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტულად სად დაინახავს საკუთარ თავს უფრო ეფექტურად როგორც თვითონ ამბობს პოლიტიკურ პროცესში ეს იქნება მნიშვნელოვანი მარტივი მიზნის გარშემო. დღეს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს და ივანიშვილის ხელისუფლება დროულად უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი ეროვნული კოალიციური მთავრობა რომელიც მოიმსახურება არა რუსეთს როგორც ბიძინა ივანიშვილი არამედ ქართული ხალხის ინტერესებს. ნიჭიერი ადამიანია, ინტელექტუალი ადამიანია და სადაც არ უნდა იყოს ყველაფერს გააკეთებს უმაღლეს დონეზე ეს ძალსახა არის. მე არც ფიქრობდი არასდროს რომ ნიკა გვარამია შორს იყო პოლიტიკისგან და არ იყო პოლიტიკაში, ყოველთვის იყო. ეხლა საუბარია იმაზე, ღიად იქნება რომელიმე პარტიასთან აფილირებული თუ სხვა პლატფორმიდან გააგრძელებს საქმიანობას. ამაზეა საუბარი. ეს მან უნდა გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა სადაც არ უნდა იყოს, ყველაფერს რასაც გააკეთებს და მოკიდებს ხელს, იქნება უმაღლეს დონეზე. ნიკა გვარამია, ვაშაძე, წეღან დასახელებული ადამიანები ყველა არიან ნაცმოძრაობის სახეები და წარმომადგენლები და ნაცმოძრაობას ამ ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ აქვს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ნაცი რჩება ნაცად და აქვს მათ საერთო წარსული, ადმყო და მომავალი. თუ ცალკე გამოვიდა, შეიძლება ბარიერის ვერ გადავალოს.
აი თუ ცალკე გამოვიდა ნაცმოძრაობისგან დამოუკიდებლად უდიდესი ალბათობით ბარიერსაც ვერ გადაუხავს. ამ თემებში განცხადებას საკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. გავრცელებული ინფორმაციას ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს. და არა მარტო სააკაშვილის ოჯახი, და რა თქმა უნდა პირადად სიმულიანტი სააკაშვილი მისგან მოდის ყველაფერი რა თქმა უნდა. ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები. როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ჩვენ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, არ იყოს სტაბილურობა და არ იყოს ეს ეკონომიკური განვითარება. მათი ინტერესი არის, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა, უბედურება, ისეთი, რაც ხდება ახლა უკრაინაში. აი ეს არის რეალური მიზეზი. ეს არის ამის თავი და თავი არის, რა თქმა უნდა, ისევ ვიმეორებ, სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახი, თელმა საზოგადოებამ, თელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სამწუხაროდ მათ მიერ მოსყიდული, კორუმპირებული ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკოსები და მათ შორის სამწუხაროდ სხვა ზოგიერთი ასე ვთქვათ ევროპელებიც სიმართლე არის ერთი. აი ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლო. ეს არის ევროპარლამენტარები რომ მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვებას საზღვარგარეთ უკრაინის რადას მიერ მიღებულ რეზოლუციაზე რა სიტყვით ბატონო ირაკლი? რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი 9 წელი რომ მართავდა ამ ქვეყანას, აი ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის მილიონობით დოლარს, მილიონებს იხდის ხარჯავს მთელ სოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანდეს, ჩვენი რეპუტაცია შეილახოს, ჩვენი სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს მეგობრებო. და ვინც ჩვენ სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ბატონო ირაკლი, ფაქტი ხომ არის, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დასავლელი პარტნიორები აქტიურად მოუწოდებენ ხო ქართულ ოცნებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ. ბატონო ირაკლი, გეშინიათ ჩემი კითხვების თუ რატომ არ მპასუხობთ? აი ამ ეხლა ვგებასუხოთ. ამ კამპანიის გაგრძელება, ეს არის შემადგენელი ნაწილი. აი ცნობილი გვარები აღარ გავემეორებ, ჩემს არაფერს არ ნიშნავს ადამიანები. ცნობილი ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, მცირე ტექნიკურ ხარვეს ჰქონდა ადგილი. საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და ქართული ოცნების ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე კი ნიკა კვარამია ამრთულად ისაუბრა დისიდენტ რუს ჟურნალისტთან მარკ ფეიგინთან ინტერვიუში. კვარამია შეეხო მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც და აღნიშნა, რომ ახლა ყველამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ამ მიმართულებით. ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კომიტეტი კი ნიკა კვარამიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობა და პოლიტიკური სიტუაციაა მიმოხილული. სტატიაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური კლიმატი 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ უარესდება და პოლარიზაცია მიმასთან დაკავშირებით საით უნდა წავიდეს ქვეყანა, მედია გარემოც გააუარესა. სტატიაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტები გაახდნენ თავდასხმის სამიზნეები 2021 წლის 5 ივლისს, რასაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოჰყვა. სტატიაში ნახსენებია რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებიც და დემონსტრანტების დასჯა. მედიის შეზღუდვის ერთ-ერთ პრეცედენტად დასახელებულია ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციების გაუქმება. ორმაგი დანიშნულების და სანქცირებული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის გამო ამერიკის შეერთებული შტატები ყირგიზეთს მომავალ კვირას სანქციებს დაუწესებს. თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს ამ თემაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყირგიზეთთან დრამატულად გაიზარდა საქართველოს სავაჭრო ბრუნვაც, რაც შესაძლოა კავშირში იყოს ორმაგი დანიშნულების და სანქცირებული ტვირთების მოძრაობასთან და რუსეთში მათ შეტანა გამოტანასთან. ნანი სისვაძე არკვევს ამ საქმის სხვა დეტალებს. ნანი, რამდენი პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს ვაჭრობა ყირგიზეთთან და რა საფრთხეზე შეიძლება იყოს საუბარი?
მიშა დღეს გამოქვეყნდა ოფიციალური ციფრები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ და ეს ოფიციალური ციფრები ერთგვარად საგანგაშოა იმ ფონზე, რომ საქართველოდან ექსპორტი სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებში და მათ შორის ყირგიზეთში არის გაზრდილი, კონკრეტულად ყირგიზეთში 8,4%-ით არის ეს მაჩვენებელი მომატებული, ერთ-ერთ პირველ ადგილზე კი სომხეთი დგას და ყირგიზეთი არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ვიხილეთ Washington Post-ის ვრცელი სტატია, სადაც საუბარია, რომ შესაძლებელია სწორედ ყირგიზეთი დასანქცირდეს იმ ბრალდებით, რომ რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და მეორადი დანიშნულების სამხედრო ტექნიკა შედის სწორედ ყირგიზეთიდან ოკუპანტ ქვეყანაში. ამ ყველაფერს კი ეს ყველაფერი კი ყირგიზეთში შედის საქართველოს გავლით და ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო და შესაძლებელია, რომ სწორედ საქართველოს მოჰყვეს ამ სქემის ქვეშ და დასავლეთის მხრიდან სანქციებიც არ იყოს გამორიცხული, თუმცა მიუხედავად ამისა, ოფიციალურად საქართველოში არც ერთი ფაქტი არ არის დადასტურებული, რომ ეხმარებოდეს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, თუმცა ეს ციფრებიც, რომელიც გაზრდილ ექსპორტს ასახავს, არის ერთგვარი დადასტურება, ირიბი დადასტურება იმისა, რომ სწორედ საქართველოს გავლით მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთში შედის სამხედრო დანიშნულების ტექნიკა. მიერ დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთი ცდილობს მესამე ქვეყნების გავლით შეივსოს იმ ელექტრონული პროდუქციის დანაკლისი, რომელიც მას სჭირდება შეიარაღების საწარმოებლად, მათ შორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების, ვერტფრენების და ასე შემდეგ. სამწუხაროდ საქართველო, რომელიც არ არის მიერთებული დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, გარკვეულწილად ჩართული არის ამ სქემაში. მართალია ოფიციალურად საქართველოდან არ გადის პირდაპირ რუსეთში ეს პროდუქცია, მაგრამ ეს პროდუქცია, რომელიც შემოდის საქართველოში შემდგომ რეექსპორტის სახით, გადის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, საიდანაც მერე უკვე შედის რუსეთში. პირდაპირ საქართველოზე აქცენტირება მარტო მე მგონი არ არის სამართლიანი, მაგრამ ზოგადად ეს პრობლემა რო არსებობს, ამაში ყოველდღიურად წუნდებით, იმიტომ რომ ჩამოგდებულ კამიკაძე დრონებში, ჩამოგდებულ ბალისტიკურ თუ ფრთოსან რაკეტებში ყოველთვის არის სანქცირებული კომპონენტები, რომლებიც არ უნდა ხდებოდეს რუსეთში და ფაქტია რაღაც გზებით ხდება, ხო? არის ელემენტთა ბაზა, რომლის წარმოებაც რუსეთს არ შეუძლია. იმპორტის გარეშე მისთვის ეს არის გადაუჭრელი პრობლემა. და ასეთი ძალიან ბევრი რამე არის, რაც აუცილებელია ამ ზუსტი იარაღის საწარმოებლად. ყველანაირი მექანიზმი შეიძლება იქნოს მოფიქრებული, ესეთი ჩიპები არის ფაქტობრივად სათამაშოებიდან დაწყებული ფართო მოხმარების საგნებშიც, ხო? ეხლა აქედან გამომდინარე ამას შეფუთავენ, იმას იზამენ, რა ქვია, წარმოების გადამუშავების სახეს მისცემენ თუ პირდაპირ ჩიპებს გაიტანენ თვითმფრინავების მეშვეობით, მით უმეტეს ქვეყანაში, როდესაც არის ამოდენა რუსული კომპანიები შექმნილი და რუსეთის მოქალაქეები რას აკეთებენ, რას ეზიდებიან, კაციშვილმა არ ვიცი, ამიტომ უნდა იყოს კონტროლის მექანიზმი. ის ფაქტი, რომ საქართველოს რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და სწორედ მესამე ქვეყნების გამოყენებით შედის ოკუპანტ ქვეყანაში სამხედრო დანიშნულების, ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, ამაზე არაერთი საერთაშორისო მედია უკვე თვეების განმავლობაში წერს, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი არის სჭორები და მოგონილი ბრალდებები. ანისის ვეცეგორთვებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვაშენებთ გეოპოლიტიკურ ევროკავშირს, რომელიც ხსნის თავის კარებს ახალი წევრებისთვის, როგორებიც არის უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო. ამ განცხადების ავტორი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია ანალენ ბერბოკი. იმ ქვეყნის პირველი დიპლომატი, რომელსაც წამყვანი როლი აქვს დღესდღეობით ახალი ევროპის შენებაში და აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოების ისტორიულ პროცესში. ბრიტანულ მედიასთან გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ბერბოკი მიანიშნებს, რომ თავისი ამ სიტყვებით მიანიშნებს, რომ საქართველო ამ მოცემულობით ისტორიული პროცესების მიღმაა განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისგან.
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდით ჩვენი აღმოსავლეთი მეზობლების გაფრთხილებებს, რომლებიც მოგვიწოდებდნენ. სერიოზულად მიგვეღო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტ პუტინის რუსეთი დარჩება საფრთხეთ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ჩვენს კონტინენტზე და ჩვენი უსაფრთხოება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ უნდა ავაშენოთ და არა მასთან ერთად. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს ჩვენი ევროატლანტიკური ოჯახისადმი ჩვენი ერთგულების გაძლიერებას. ვაძლიერებთ ნატოს როგორც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტს. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენ სამხედრო შესაძლებლობებს უპრეცედენტო 100 მილიარდიანი ევროს პაკეტით. ვაშენებთ გეოპოლიტიკურ ევროკავშირს, რომელიც ხსნის თავის კარებს ახალი წევრებისთვის, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო. ბელგიური გამოცემა Brussels Times-ი ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში აღარ არის. ადგილობრივი გამოცემა მიუთითებს, რომ ამის მიზეზი საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებული მდგომარეობაა. Brussels Times-ი წერს, რომ ამის შემდეგ ბელგია საქართველოსთან თავშესაფრის მაძიებელთა უფრო დიდ ნაკადს ელოდება და მათი განცხადებები ამ გადაწყვეტილების შემდეგ უფრო სანდო ხდება. საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების გამო ბელგია ახლა თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეების განცხადებებს უფრო სანდოდ მიიჩნევს. განცხადებებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ, რამაც პოტენციურად შესაძლოა კარი გაუხსნას თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც იდევნებიან. ეს ბელგიის საერთაშორისო ვალდებულებაა, თუმცა იმავდროულად დამაზიანებელია საქართველოსთვის, რადგან შესაძლოა წინააღმდეგობად იქცეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და უვიზო რეჟიმისთვისაც. დღესდღეობით საქართველოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უკუსვლის გამო, რის კულმინაციადაც იქცა უარი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. ელგერ გრუნენველდი, ექსპერტი საქართველოს საკითხებში, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო ევროკავშირის ნეგატიური რეაქციით. მეტეხის ინციდენტის გამო დაკავებულ სამივე პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება და ეს უკმაყოფილება დარბაზშიც გამოხატეს. ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ ან აღკვეთის გარეშე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. სოფელ მეტეხში მომხდარი შელაპარაკებისას თბილისის პოლიციის მაღალჩინოსანა ისროლა, რის შემდეგაც სამი ადგილობრივი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ჰქონდა თუ არა გადაცდომას ადგილი, პოლიცია ლაშა ტუხაშვილის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. ადგილობრივები პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობენ. აი ესეთი პროკურორის ხელში არჩევნები, წინაარჩევნები ჩვენი სოფლიდან მოიგია და ისევ ჩვენ აქ ჩაგრით. და მანქანასაც ისინი დაეჯახნენ და იმ პოლიციელმაც აგინა ამასა და მაქაინდა ხო გადმოვიდოდა ეხლა რაღაცას ხო იმოქმედებდა რა. იმათ რა იცვა, არც ფორმა არ ეცვა, არც პოლიციის ფორმა არ ეცვა და არც არაფერი და ვინ იყო ისა? იქნება ყაჩაღი იყო. გადატენილი არაღი, ეხლა იმას გაფრთხილებით უნდა ესროლა, იმისთვის უნდა ესროლა, ვანგახუ არა ვარ ვიფიქრა, რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ადამიანი ხარ და ინსტინქტურად არც მე ვამიარაღს. რო დალოდებოდნენ და გასროლა მომხდარი. ვიღაცა მომხდარი. ვინ არის პასუხისმგებელი? არა, დავხუჭე თვალი გავიარე და თავარ არავის საქმეში არ ვერევი. პოლიციელმა გაისროლა. გასროლა იყო ორი გასროლა. იმის მეუღლე და ეს ჩვენი მეგობარი, რომელიც მოდიოდნენ, ავარია რა. ერთმანეთს გაარტყეს შუშები და ესენი რომ მოტრიალდნენ, ეს კაცი ვისთანაც ეს თემა მოხდა, საერთოდ არ იყო იქ. მერემიად მეუღლე იჯდა რა. მეუღლე იჯდა და საუბარში მოვიდა კონფლიქტი რეალურად იყო მამასა და იმის შორის რა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების ხარის პოზიცია, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე, ასევე მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე და მიმალვის საფრთხე, შესაბამისად სამი ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულს, დაზარალებულთან დასახმარებლად მისულ ოჯახის წევრებს, კერძოდ მამას, დედას, ცოლს და ყველაფერს ესწრებოდა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაზარალებულს გასტაცა მისი კუთვნილი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ტარის გამოყენებით თავის არეში მიაყენა დაზიანება.
ჩაქვში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კი სასტუმროს თანამშრომლები გამოიკითხნენ დღეს პოლიციის განყოფილებაში. სასტუმროს აუზში 5 წლის ბავშვი დაიხრჩო იმის მიუხედავად, რომ ადგილზე იყვნენ როგორც დამსვენებლები, ასევე სასტუმროს პერსონალი. გამოძიება 115 თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. სასტუმრო ოაზისის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, სამწუხაროდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვეჩნდა და ვაგრძელებთ დამეტებით ინფორმაციას მიწოდებას. უსაფრთხოების წესები არის ორად დაცული სასტუმროში. მაგასაც ვერ გეტყვით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიწოდებული გვაქვს ყველა ინფორმაცია. გამოძიება აქტიურ ეტაპზეა, კითხვები არის სრულიად ლოგიკური, ეს არის მოვალეობები, ერთი რომ რა მოხდა იმ ფაქტის აღწერა, შემდეგ რა ვალდებულებები იყო, მზად ვართ სრული ფორმატით თანამშრომლობისთვის, ვინაიდან ნამდვილად ორგანიზაციას დასამალი არაფერი არ აქვს, მიეწოდება როგორც ვიდეო მასალა, ასევე ჩვენებით, ახლა ვერ გავაკეთებ ეს სათაოდ კომენტარებს დამსვენებლების განცხადებებზე, შესაძლოა ეს იყოს სუბიექტური შეხედულები გარკვეული პირების, ჩვენ სამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც დადგინდება გამოძიების მიერ პირდაპირ რეგულაცია, რომ კონკრეტულ აუზთან უნდა იმყოფებოდეს მაშველი, მსგავსი რეგულაცია არ არსებობს. დიდი აუზი რო გაქვს და პერსონალი რო ვიყენებს ამ აუზთან, ბავშვები, მით უმეტეს ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, იქ უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის უნდა ყავდეს ადამიანი მაგისთანა სიტუაციაში, ვინაიდან ეს არის წამიერი შემთხვევები, წამიერიდან ხდება ესეთი უბედური შემთხვევები და იქ ყველა წამს აქვს მნიშვნელობა. ვერაფერი სხვა იმ წუთში ვერ უშველის და ვერ გადაარჩენს თუ იქ პიროვნება, რომელსაც ეკუთვნის ამის კონტროლი, თუ იქ არ ადგას და არ უყურებს ამ სიტუაციას. ძალიან ძნელია ვერ მოსწყო ვერავის მოქალაქეს. აი, ბევრი შემთხვევები მქონია, გაშტერებული უყურებიათ ხოლმე, იმიტომ რომ ვერ მოსწყო, არ იცის და ეშინია. ამერიკული კომპანია აიკონია კაპიტალი ცინცაძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც ამერიკული დეველოპერული კომპანიის მფლობელი აცხადებს, მის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს ადგილობრივების ნაწილი ფიზიკურად გაუსწორდა სცემა და ემუქრებოდნენ პირადად მასაც. ზედ ედუარდ ბლაიჩარი ქართველ პოლიციელებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მის კომპანიასთან თანამშრომლებს სამართალდამცველები არ იცავენ მოსახლეობის აგრესიისგან. დავა ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის გარშემო 9 წელია გრძელდება. ნაკვეთი ამერიკულ კომპანიას ეკუთვნის, აღებული აქვს შესაბამისი სამშენებლო ნებართვაც, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა 25 სართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ სამშენებლო ნებართვა ამ ადგილზე არ უნდა გაცემულიყო. We are 100% American owned. ჩვენი კომპანია მთლიანად იმართება და ფინანსდება ამერიკული მხარის მიერ და სურს, რომ საქართველოში ააშენოს საცხოვრებელი სახლები, ოფისები და ასე შემდეგ. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი მდებარეობს საბურთალოს რაიონში, იპოდრომის მოპირდაპირ მხარეს, რომელიც მალე თბილისის ცენტრალური პარკი იქნება. თუმცა უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენ ხვდებით გარკვეული ადამიანების თავდასხმის სამიზნე და მე მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ეს ადამიანები არ არიან რიგითი თბილისელები. მათ აქვთ პოლიტიკური საქმიანი და კორუფციული ინტერესები ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან და ეს მათი ინტერესები დღესაც მოქმედებს. გასულ ორშაბათს, როდესაც ჩვენ დავაპირეთ, რომ დაგვეწყო მშენებლობა ჩვენს მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე, იქ დაგხვდა ბარიკადები, მაგრამ ჩვენ მათ ყურადღება არ მივაქციეთ და დავიწყეთ ბურღვა, რათა პერიმეტრზე ღობე გაგვეკეთებინა. ამ დროს ეს ადამიანები თავს დაგვესხნენ მე და ჩემს თანამშრომლებს და ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ. მათ ჩემი ერთ-ერთი მუშა სცემეს, მას სახეში დაარტყეს, რის შედეგადაც მუშა ტუჩიდან სისხლი წამოვიდა. შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდნენ და მეც დამარტყეს რამდენჯერმე. თელს ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური ის არის, რომ თბილისის პოლიცია იდგა იქვე, მაგრამ მათ ამ ხალხის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებიათ. მე ველოდი, რომ პოლიცია ამ ადამიანებს დააპატიმრებდა, ან როგორც მინიმუმ გაიყვანდა მათ ტერიტორიიდან, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, მაშინაც კი, როდესაც ამ ადამიანებმა ჩვენი სამშენებლო მასალის გადაყრა დაიწყეს. ოკუპირებულ ყირიმში საბრძოლო მასალის საწყობი იწვის ინფორმაციას საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისივე განცხადებით შემთხვევა უკრაინის ჯარის მიერ განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია და დეტონირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. რის გამოც საგზაო მოძრაობა გადაიკეტა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და საუბარია ამ შემთხვევაში 2000 ადამიანის გადაყვანაზე უსაფრთხო ადგილებში. თვითმხილველების თქმით, აფეთქებები იმდენად მძლავრი იყო, რომ ხმა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ისმოდა. ადგილობრივების გარდა ყირიმიდან გაარბიან ტურისტებიც და ნოვოაზოვსკ ამის გამო უკვე 12 კილომეტრიანი საცობია.
გუშინ კი მძიმე ღამე იყო ოდესაში, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის გამო ფართო მასშტაბიანი განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინის შერეღებული ძალების საჰაერო ძალებმა სამხრეთიდან შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება დააფიქსირეს. ღამის განმავლობაში ორჯერ შავი ზღვიდან კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება მოხდა, ისმოდა აფეთქებების ხმა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. არიან დაშავებულები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და გარკვეული ობიექტები. გუშინ რუსებმა დრონით შეტევა კიევზეც მიიტანეს, თუმცა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონის განეიტრალება მოახერხეს. 18 ივლისს ოდესის და ნიკოლაევის ოლქებზე შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს იყო ყირიმისთვის შურისძიების ოპერაცია. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. იტალიის საავადმყოფოებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებით დაავადებების გამო გადაუდებელი დახმარება დასჭირდათ. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რომში ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსს მიაღწია, რაც 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს 40.7 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. გარდა ამისა, სიცილიაში 41 გრადუსია, ხოლო სარდინიაში 45. მაღალი ტემპერატურაა ნეაპოლშიც, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა 231 ადამიანს დასჭირდა. ევროპაში სიცხის ტალღებმა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, სერბეთში, ხორვატიასა და საბერძნეთში ტემპერატურის ზრდა და ტყის ხანძრები გამოიწვია. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, საღამოს 9 საათზე თქვენ წინ გელით მთავარი საინფორმაციო გამოშვება.